დავიცვათ ილია-უნის ავტონომია და თავისუფალი აკადემიური სივრცე ამ ლოზუნგით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მასშტაბურ აქციასა და მსვლელობას აანონსებენ. ახალგაზრდების პროტესტის ეპიცენტრი კვირას 22 თებერვალს 19 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსი გახდება. ახალგაზრდები A კორპუსიდან E კორპუსის ეზომდე მარშით გადაინაცვლებენ და საზოგადოებას სპეციალურ სტუდენტურ მანიფესტს გააცნობენ. სტუდენტებს თაკო მაისურაძე ესაუბრა, რომელიც მათი პოზიციებით უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების მთავარი მოთხოვნა ხვალინდელ მარშზე იქნება ის, რომ ქართულმა ოცნებამ უკან გაიწვიოს განათლების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 95% ფაკულტეტების იქნება მილევად რეჟიმში, შემდეგი წლიდან მიღება მათზე უკვე აღარ იქნება. შესაბამისად, სტუდენტები და ლექტორები თვლიან, რომ განათლების რეფორმა ზღუდავს ილია-უნის ავტონომიას, შესაბამისად აპირებენ ამ ავტონომიის დაცვას და უნივერსიტეტის გადარჩენას. ხვალ მარშზე ისინი წაიკითხავენ საპროტესტო მანიფესტს და მსვლელობას მოაწყობენ A კორპუსიდან E კორპუსამდე. 22 თებერვალს 19 საათზე ვიკრიბებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის წინ, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის 32-ში და იქიდან უკვე მარშით გადავინაცვლებთ ზედა კორპუსებში კორპუსთან, სადაც უკვე სტუდენტები წაიკითხავენ მანიფესტს და ერთად პროფესორებთან ერთად მოითხოვენ ქართული ოცნებისგან, რომ უკან გაიწვიონ ვითომ და განათლების რეფორმა, რომელიც თუ რამეს აკეთებს, არის ის, რომ ანადგურებს ამ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და წარმატებულ უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ბრძოლა გრძელდება, წინააღმდეგობა გრძელდება და თქვენი სტუდენტების გვერდით დგომა მნიშვნელოვანია, ამიტომ ხვალ გელოდებით ილიას A კორპუსის წინ. რამოდენიმე კვირის უკან ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება ფაქტობრივად ილია-უნის დახურვაზე. შესაბამისად, პროფესორ მასწავლებლებმა, ლექტორებმა, სტუდენტებმა და ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ეს ამბავი გაწუხებს, კვირას 19 საათზე მართოთ აქცია. შესაბამისად, მოგიწოდეთ ყველა, ვისაც დღეს მიგაშინოთ, რომ განათლება არის საფრთხეში და ზოგადად ილია-უნის ბედი გადახელოთ, მოგზავნით ილია-უნის A კორპუსის წინ 19 საათზე დაგეგმილ აქციას. სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ავტონომიას ბოლომდე დაიცავენ და ბრძოლას გამარჯვებამდე გააგრძელებენ.